დაჩაგვის წინააღმდეგ და უსამართლობის წინააღმდეგ აზრის გამოთქმის გამო მათი მედეგობა, მათი ვაჟკაცობა და მათი აზრის გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებების ფასეულობების პატივისცემის გამო ანა კიეთლინკას და ირმა დივითაძეს პატივისცემით მივესალმები. ისინი ისაუბრებენ ანდრეის და მზიას სახელით. მოხარულები ვართ, რომ ანდრეის ქალიშვილი იანაც არის ჩვენთან ერთად დღეს. ყველას მადლობას გიხდით იმ ზაობისთვის, რასაც გამოთქვამთ ყოველწლიურად ამ პრემიისთვის, რომელსაც ასე დიდ ფასეულობას ვანიჭებთ ანდრეი ბოჟედუბ და მზიამ ამახლებრივ გახავთ გამოვლენა, გამოსახულება ვაჟკაცობის, თავისუფლების და ანდრეი ბოჟედუბის მიერ დაცვა პოლონელი უმცირესობის ამან აქცია ის ძალიან დიდ გამოხატულებად თავისუფლებს, ასევე მზიას გახავთ განსახიერება ყველა იმისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ თავისუფლება და ღირსება არასოდეს უნდა დაანებდეს. ეს პრემია არის მათთვის, მათი ხმები გაისმის მთელ ევროპაში, მის მიღმაც და მათი გაჩუმება შეუძლებელია. ეს პრემია არის ევროპარლამენტის გზავნილი, ხაზს უსვამს იმ სიგნალებს, იმ გზავნილებს, რომ დაჩაგვრა ვერასოდეს გაიმარჯვებს. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური ვალდებულება, ძირეული ვალდებულება ჩვენ არასოდეს გავჩერდებით და ყოველთვის მოახდენთ ადვოკატირებას უპირობო თავისუფლების, პოლიტიკური პატიმრების, ჟურნალისტების, რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან მხოლოდ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო და მინდა მივესალმოთ ასე მეტი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება ცოტა ხნის წინ ბელარუსში, მაგრამ არ გავჩერდებით, სანამ ერთიც კი უსამართლოდ დაპატიმრებული პირი იმყოფება და არ იქნება გათავისუფლებული და გავიმეორებ კიდევ ერთხელ ამ მგზავრობას, მინდა ასეთი ცალსახაგზავნილი ყველა ბელორუსთან, ვინც ელოდება თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებას, მომავალს. ის კავშირები, რაც ჩვენ გვაქვს ევროპელებს, ვერ გაწყდება და ყველა მოსახლეობას, ყველა ხალხს საქართველოში, ვინც ხედავენ მომავალს ევროკავშირში, ევროპარლამენტი თქვენს გვერდზე ვართ მყარად, ამას ვიმეორებ ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენ განცხადებებში, ჩვენს სამუშაოში, რათა საქართველო იყოს მაქსიმალურად ჩვენთან ახლოს, ისე როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს. აგრეთვე მინდა მადლობა გადაუხადო სხვა ფინალისტებსაც და პატივი ვცემათ მათი 25 წლის პრემიისთვის. ეს გახავთ ჟურნალისტები და ჰუმანიტარული მუშაკები პალესტინიდან და კონფლიქტ ზონებში და აგრეთვე სტუდენტები სერბეთში, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩაში, აპროტესტებდნენ უსამართლობას. მადლობა თქვენ ყველას, თქვენი ფასეულობისთვის, თქვენი ღირებულებისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ ღირებულების ფასდა, რაც არის ჩვენ საფუძველში პრემიის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების. ქალბატონო კერლინსკა გთხოვთ. პატივცემულო ქალბატონო რობერტა, დიდი მადლობა, დიდი პატივია ჩვენთვის აქ ვიმყოფებით და ოჯახთან, ბატონი ანჯეი პოჩებუდის იანასთან. მე ვიცნობ ბატონ პოჩებუდს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მინდა გადმოგცეთ თქვენ მისი მესიჯი, მისი გზავნილი თვითონ ვერ იმყოფება აქ. იანასაც სურს აგრეთვე დაბრუნება ბელარუსში. ეს არის მისი ოჯახი, სამშობლო, მისი დედა, მისი ბებია და ბაბუა და 21 წლის ივნისიდან, როდესაც მისი მამა დაპატიმრეს და არის კოლონიაში, სახაროვის პრემია უაღრესად მნიშვნელოვანია პოჩებუტის ოჯახისთვის. სოლიდარობას უცხადებთ ანდრეს არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ მთელი ევროპის სახელით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარობა, რომ ყველა საუბრობს ერთხმად
და პოლონეთი 5 წლის განმავლობაში ჩვენ მოუწოდებთ ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლებას. ჩვენ მივუწოდეთ ინფორმაცია მედიას. ჩვენ ბელოსტოკში შევხვდით ქალაქში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ბელორუსის საზღვართან. ჩვენ ხვდებით ყოველთვიურად, რათა საზოგადოებრივი აზრი იყოს ცოცხალი და იცოდნენ თუ რა ხდება პოჩებუტის თავს და სხვა პოლიტპატიმრების თავს ბელორუსში, მაგრამ ჩვენი ხმა მეტად სუსტია. ჩვენ არა გვაქვს ის სიძლიერე, რომ ჩვენი მესიჯი, ჩვენი გზავნილი ბოლომდე მივიყვანოთ, მაგრამ დღეს ევროპარლამენტის წყალობით ჩვენი ხმა გაისმის და პოლიტპატიმრები ბელორუსში ერთ-ერთი მათგანი სახელი ანდრეი პოჩებუტი და თუმცა ზოგიერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა და ანდრეი კლავაც გისოსებს მიღმა. უფრო მეტი და მეტი რაოდენობრივად არის დაკავებული და ეს პრემია ანდრეი პოჩებუტის დისიდენტის სახელზე, რომელიც მხარს უჭერს პოლონელ უმცირესობას ბელარუსში. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პრემია. ის ახდენს დემონსტრირებას, რომ ყველა სიტუაცია, ყველა ვითარება ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ პოლონელებს მთელ მსოფლიოში და ანჯეი გახავთ სიმბოლო, რომ ჩვენ ამ საქმიანობაში აქტიურები ვართ. თავისუფლება, სიმართლე, თავგანწირვა საკუთარი ფასეულობებისთვის ეს არის ისე მნიშვნელოვანია. ნამდვილად ღირს საკუთარი ცხოვრების გაწირვა თავისუფლებს და ღირებულებებს. მადლობა ქალბატონო დიმიტრაძე გთხოვთ. მადლობა. მე გახლავართ აქ წარმოვადგენ მზიას. მე წარმოვადგენ ჟურნალისტებს, ვაშკაცს, ჟურნალისტებს საქართველოდან წარმოვადგენ ჩემ ქვეყანას, რომელიც იბრძვის ისევე როგორც ჟურნალისტები და მეგობრები და ახლობლები ოჯახი მზიასი. მე მსურს გამოვხატო ჩვენი მადლიერება ყველა თქვენთაგანის მიმართ, ევროპარლამენტის მიმართ ამ პრემიის გამო, რომელსაც მზია იღებს ყველა ჟურნალისტის და ყველა წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილის სახელით საქართველოში. რადგან ბევრი არიან პოლიტპატიმრები ბევრი დიქტატორულ ქვეყნებში, როგორც ბელარუსში ხდება და სამწუხაროდ ძალზე სწრაფად საქართველოში 1 წლის განმავლობაში და ასე მეტი პოლიტპატიმარი ახლა დავიწყოთ ასაკიდან 19 წლის ასაკიდან და უფრო დიდი ასაკის ხალხის ყველა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან პოლიტპატიმრები, ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, თავისუფალი მშვიდობიანი ევროპული კონტინენტისთვის და იმსახურებთ ადგილს ევროკავშირში, იმიტომ რომ ევროკავშირი არის მშვენიერი კავშირი, ეს არის სიძლიერე ამ კავშირის არის ერთობაში და ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ერთობაში, ამ ერთიანობაში და ჩვენი მმართველი პარტიას მიაჩნია, რომ არის უფრო ძლიერი ძალა პუტინი, რუსეთი, რომლებსაც მეტი შანსი აქვს გაიმარჯვოს და ამას შეცვალა საქართველოს ტრაექტორია და დაიწყო ამიტომ თავდასხმები დისიდენტებსა და ჟურნალისტებსაც და ხალხი ხმამაღლა აცხადეს, რომ არა, ჩვენ გვჯერა ევროპის და გვჯერა, რომ ევროპა გაიმარჯვებს და ჩვენ გვინდა ამ ბრძოლაში ვიყოთ ერთად და ეს გამარჯვება მათთან ერთად გვინდა გავიზიაროთ, ჩვენ ვდგავართ, ვიბრძვით და ის ფაქტი, რომ აქ ვარ და ჩვენს გამოცდილებას გიზიარებ, ჩვენ ვიცით ასე კარგად რა არის რუსული საფრთხე, ის რომ აქ ვარ და ქართველი ხალხია წარმოდგენილია, ჩვენ გვჭირდება ის გამარჯვება, რაც შეიძლება მაქსიმალურად მალე და როგორც ჟურნალისტს მოგახსენებთ, რომ ბევრი თქვენთაგანი ხართ აქ. ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება და არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც თქვენ ხედავთ, რომ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც არის ავტორიტარული ხელისუფლება, ეს არის გლობალური ბრძოლა და შეგიძლიათ დაინახოთ, რომ პრესის თავისუფლება არის თავდასხმის, იმიტომ რომ ავტორიტარიზმი ვრცელდება მსოფლიოში და ძვირფასო კოლეგაო, ჩვენ ვართ ისინი, ვიც უნდა დავიცვათ და ვიყოთ ფხიზლად
უპირველეს სიგნალებზე, პირველივე ნიშნებზე და მოდით ვიყოთ პირველები და ვიმოქმედოთ სანამ ძალიან გვიან არ იქნება და ჩვენ გვეგონა რომ ეს არასოდეს დაემართებოდა საქართველოს არასოდეს და იქნებოდა ჩვენი ქართველი ჟურნალისტი ქალი დაპატიმრებული მაგრამ ხედავთ ფაქტის სახელზეა არის ის პატიმარი ანუ ის თავის ჯანმრთელობას, თავისუფლებას, თავის მხედველობას, რომელსაც მხოლოდ 10% აქვს შერჩენილი, აქვს სწირავს, იმიტომ ისე როგორც სხვა პოლიტიკურმა პატიმრებმა იციან, რომ თავისუფლება უფრო ფასეულია, ვიდრე თავად სიცოცხლე ცხოვრება და ეს უფრო ფასეულია, როდესაც ის გაზიარებულია თავის პირადი თავისუფლებები, თავისი ქვეყნის თავისუფლება, როდესაც მათ თავისუფლება წართმეულია არა აქვს მნიშვნელობა რა სად ხარ თქვენ ისინი თქვენ თავისუფლებასაც შეზღუდავენ ამიტომ ჩემი გზავნილია მოდით დავიცვათ თავისუფლება ფასეულობები ღირებულება თავისუფალი მზეა თავისუფალი ანდრეი თავისუფალი ჟურნალისტები ვიბრძოლთ ამისთვის თავისუფალი საქართველოსთვის თავისუფალი ბელორუსი თავისუფალი ევროპა და თავისუფალი უკრაინა მადლობთ